რას მიაღწია ქართველმა ხალხმა ორთვიანი უწყვეტი საპროტესტო აქციებით, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში სრული იზოლაციის პირობებში და რამდენად რეალურია გაზაფხულზე ხელახალი არჩევნების დანიშვნა. თემაზე სტუმართა არასამთავრობო ორგანიზაცია თაობათა დიალოგის დამფუძნებელსა და სამოქალაქო აქტივისტ ნუგზარ კოხრეიძესთან ერთად ვსაუბრობთ. საღამოშვიდობის ბატონო ნუგზარ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. აუცილებლად მინდა მოვისმინოთ თქვენი შეფასება, რას მიაღწია ქართველმა ხალხმა 64 დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციებით და რა მდგომარეობაა ახლა ქვეყანაში, როგორ შეიძლება შეფასდეს ახლა საქართველოში და საქართველოსთან არსებული მდგომარეობა. დავიწყოთ მიღწევებით. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ის რაც არის მთავარი მიზანი ორი ჯერ არ არის მიღწეული, იმიტომ რომ ამ მიზნების მიღწევა ისედაც დაასრულებდა მთელ პროცესს, ხო? ამიტომ ჯერ მთავარი მიზანი მიღწეული არ არის და პროცესი გრძელდება. მაგრამ შიგადაშიგ ამ 64 დღიანმა მუდმივმა უწყვეტმა პროტესტმა სხვადასხვა ლოკაციებზე და აქ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მარტო დედაქალაქში არ არის ეპიცენტრი, არამედ პრაქტიკულად მინიმუმ 4 საქართველოს ქალაქში არის უკვე ეპიცენტრი, ხო, თბილისის მიღმა ეს არის ზუგდიდი, ბათუმი და ქუთაისი და ასევე ალაგ-ალაგ კიდევ ემატება სხვადასხვა ქალაქებში პერიოდულად. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის მარტო ერთი ქალაქის პროტესტი, ან მარტო დედაქალაქის პროტესტი, არამედ რეალობაში ამაში ჩართული არის მთელი ქვეყანა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრია რეგიონებიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულები, რომელიც აქციაზე. თუნდაც ამის გათვალისწინებით, რომ არის უწყვეტი პროტესტი სხვადასხვა ქალაქებში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ ამ პროტესტს ამ პროტესტმა შეძლო და მიაღწია იმას, რომ დღეს არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ნამდვილად არანაირი ევროპისკენ ქართული ოცნება არ მიდის და ამაში არანაირი ეჭვი უკვე თავიანთ მხარდამჭერებსაც კი, რომელსაც რაღაცნაირად უმტკიცებდნენ მსგავს რაღაცებს, უკვე არ ეპარება. ანუ ისინიც კი სიღრმეში გულში მიხვდნენ, რომ ნამდვილად ხდება ტრაექტორიის კურსის ცვლილება ეტაპობრივად ქართული ოცნების მხრიდან. ეს მეორე. მესამე მოხდა არაღიარების პოლიტიკის კაცრი გატარება, პრაქტიკულად ძალიან თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნებია და ისინიც უფრო ავტორიტარული ქვეყნების რიგებს მიეკუთვნებიან, რომლებმაც აღიარა პარლამენტი, აღიარა პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პრაქტიკულად ძალიან დიდი ნაწილი ცივილიზირებული სამყაროსი, რომელიც არა მარტო არ აღიარებს, არამედ არც მოიხსენიებს და ჩვენ ვაკვირდებით, რომ მოიხსენიებენ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ. ანუ საერთაშორისო ვორდინგი, საერთაშორისო ლექსიკაც კი უკვე ასე ვთქვათ, ახდენს ამის ფორმულირებას. და მესამე კიდევ მეოთხე რამდენი მიღწევა გქონია. მეოთხე მიღწევა არის ის, რომ იბადება რაღაც ახალი კონცეფცია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, რაც უფრო ხალმოკლე არის პროცესი, აი ეს ხედვები ასე მალე ვერ ჩამოყალიბდება, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აი ეს პროტესტი ნელ-ნელა აყალიბებს მოთხოვნებს პოლიტიკური ცხოვრების მიმართ, პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ. როგორი უნდა იყვნენ ეს პარტიები, საზოგადოება გახდა, ასე ვთქვათ, მართველი პროცესის და დამკვეთი პროცესის. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ოპოზიციასთან მიმართებით, რომ უკმაყოფილება მათ მიმართ, რომ ვერ დაიცვენ თავის დროზე ხმები, მიდის, ასე ვთქვათ, პირდაპირი დიალოგი მათ შორის დემონსტრაციების დროსაც, მიდის გარკვეული საყვედურების და პრეტენზიების გამოთქმა, ხდება გარკვეულწილად დიალოგში შემოსვლა ამ ხალხთან და ხალხი ჩამოყალიბდა შემდეგ მოთხოვნაზე, ხო, რომ უნდა იყოს რაღაც ახალი პოლიტიკური სივრცეები, სუბიექტები, რომლებსაც უფრო მეტი ნდობა ექნებათ, რომლებიც არ იქნებიან ეჭვმიტანილი, რომ გარიგებული აქვთ ან ფული აქვთ აღებული ან რაიმე მსგავსი, ხო, როგორაც ხდება ეს პროცესი. და რაც მთავარია, ვინც იქნება შეურიგებელი ქართული ოცნების იმპოზიციებთან. კი ბატონო, ძალიან მისაღები. უბრალოდ კიდევ რამ ორი ფაქტორი დამჭა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმასაც
მოგესალმებით. ასევე მიღწევა არის ამ პროტესტების ის დამოკიდებულებები, რომელიც მოდის დასავლეთიდან, ჯერ მოდიოდა ინდივიდებისგან და ახლა უკვე ინსტიტუციებისგან, მაგალითად იგივე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თუნდაც აი ეს პრაქტიკულად გაიმეორა ხალხის მოთხოვნა, რომ აპრილამდე დანიშნეთ არჩევნები და თან შეცვალეთ წესები, რომ იყოს უფრო სამართლიანი და განთავისუფლეთ ყველა ადამიანი, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეთ და თუ არა და აპრილში მოხდება შეჩერება, ასე რომ ვთქვათ, წევრობის. რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სრული იზოლაცია, სრული არაღიარება ამ რეჟიმის მოხდა, ამ ასე რომ ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლების და ეს ყველაფერი თავის მხრივ გვიქადის ბევრ სხვა გამოწვევებს, მაგრამ ეს არის მიღწევა, რასაც მიაღწია ამ დროისთვის პროტესტმა. კი ბატონო, ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ არის თუ არა, ესე ვთქვათ, გვერდითი მოვლენები ამ მიღწევების ის, რომ საქართველო აღმოჩნდება სრულ იზოლაციაში და რამდენად არის ჩვენი ქვეყანა თავისი ეკონომიკური შესაძლებლობით, თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არა ვართ მდიდარი ქვეყანა, არაფერს ვაწარმოებთ, არა გვაქვს ძლიერი სოფლის მეურნეობა, ამ იზოლაციის პირობებისთვის, რამდენად მზად არის ქართველი ხალხის ის ნაწილი, რასაც მოწყვლადი ფენა ჰქვია, რასაც გაჭირვებული და ეკონომიურად არაძლიერია ადამიანები ქვია. მე გავყოფდი პასუხს ორ ნაწილად, შედეგები და მათი გვერდითი მოვლენები და რისთვის არის მზად საზოგადოება. არც ერთი ამ სცენარისთვის საქართველოს მოსახლეობა დღეს მზად არ არის. და რა არის ახლა ეს მოვლენები? ჩვენ უნდა გვესმოდებს, რომ იზოლაცია და ამ იზოლაციას ჩვენ ხო გამნიხილავთ დასავლეთისგან იზოლაციას. ხო, აი ამაში ვხედავთ იზოლაციას. იზოლაცია ტრაექტორიის გეოპოლიტიკური კურსის თამაში, ან ტურბულენტურობა, ან ცვლილება, ან გარდამავალი პროცესის შემოტანა, ეს არის მიზანი ქართული ოცნების და ამისთვის ძალიან დიდი სხვებს შეწირვა გააკეთა, ხო? საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი გრძელვადიანი პოლიტიკური ცხოვრების, მათ შორის ფინანსური დოვლათის და ასე შემდეგ. ანუ ჩვენც უნდა გვესწრდეს, რომ ქართულმა ოცნებამ რო შეცვალა ეს ტრაექტორია, რომ გადადგა ნაბიჯები, რომ დაიცვას ბიძინა ივანიშვილის ფინანსები, მისი უსაფრთხოება და ეს ფინანსების და უსაფრთხოების, ასე რომ ვთქვათ, დაცვა დაინახა კურსით, ან გეოპოლიტიკური კურსის თამაშით, ვაჭრობით და შემდეგ BRICS, ასე რომ ვთქვათ, მხარისკენ შეტრიალებით, ეს არის მათი მიზანი. ანუ ეს აუცილებლად დადგება, თუ ეს, ასე რომ ვთქვათ, პროტესტი ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს. ანუ ეს იქნება შედეგი და ამისთვის მზად არის ქართული ოცნება. მეორე საკითხი არის, რა გვერდითი მოვლენები მოყვება. იზოლაციონიზმს, რა თქმა უნდა, მოყვება ის, რომ გაცივდება ურთიერთობები დასავლეთს. დღეს თუ დასავლეთი გვაქცევს ყურადღებას, დასავლეთი ჩვენთან ერთად იბძვის მხარდაჭერას ახორციელებს, ეს იმიტომ, რომ პროტესტს ხედავს. იმიტომ, რომ მათ ისინი ხედავენ, რომ ქართული ოცნება და საზოგადოების დიდი ნაწილი ერთი და იგივე არ არის. როგორც კი ტოლობის ნიშანი დადგება, მაშინ რა თქმა უნდა დასავლეთიც თავის გადაწყვეტილებას მიიღებს და ახლა ძალიან ბევრი პრობლემებია მსოფლიოში, რომ მარტო საქართველოსი ვინმე იყოს დაკავებული. რასაც ცდილობს ქართული ოცნება. მეორე, ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური დიდი პრობლემები, ნუ საუბარი არის, რომ ეკონომიკური, ასე რომ ვთქვათ, დარტყმები ჩვენ ალბათ ვიგრძნობთ წლის ბოლოს, უფრო გრძნობიარეთ და ასე რომ ვთქვათ, უფრო კარგად, თუმცა ქართული ოცნება, რასაც ჩვენ ვხედავთ, ცდილობს შეარბილოს ეს გარდაუვალი ეკონომიკური პრობლემები, სხვადასხვა ქვეყნებში დადის, არაბეთში წავიდა, რაღაცა 6 მილიარდიანი ნუ ახლა 6 მილიარდი არ ვიცი რამდენად რეალური ციფრია, იმიტომ რომ ძალიან პატარა ქვეყანა საქართველო იმისთვის, რომ არაბეთმა დახარჯოს ასეთი დიდი ძალი, მისი ბრუნვის ნახევარია თუ არ ვწდები ეს თანხა. იმ კომპანიის, რომელზედაც ისინი ამბობენ, მაგრამ ნუ ახლა ეს უფრო ეკონომისტების საუბრო თემა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ინვესტიცია, რა თქმა უნდა, კარგია თუ ის იცავს ჩვენს ინტერესებს და ასე შემდეგ, ამიტომ აქ სიღრმეში არ შევა. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ხედავენ, რომ ეკონომიკური პრობლემა, ლართან დაკავშირებული პრობლემები არის გარდაუვალი და რაც უფრო იწელება
ხდება პროცესი, მით უფრო პრობლემებს აჩენს. პოლიტიკური იზოლაციონიზმი, ეკონომიკური პრობლემა, აქედან გამოწვეული სოციალური პრობლემები, აქედან გამოწვეული რომ ხელფასებს ვერ გასცემენ, ან ექნება დაგვიანებები ხელფასებზე, ფასების მომატება, ყველა ამ პროცესის სოციალურ ნიადაგზე გადასვლა, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა მზად არ არის და მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ არ გვსურს დაბრუნება 90-იან წლებში. რამაც შეიძლება მოიტანოს მართლა უკვე განსხვავებული პროცესი, როგორიც არის სოციალური აფეთქების თვალსაზრისით და ეს არ იქნება ის ხალხი, რომელიც დღეს მაგალითად დგას ქუჩაში. ეს იქნება პლუს ის ხალხი, რომელიც სოციალურ შემწეობებზე არის, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და ასე შემდეგ. ბატონო ნუგზარ, მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლება ამის პროგნოზირება უბრალოდ რამდენად შესაძლებელია, აი ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის დათქმა იმის თაობაზე, რომ აპრილში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. გააქვთ იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს ქართული ოცნება მიიღებს თავის ქვეყნის კეთილდღეობის თვის ამ გადაწყვეტილებას და წამოვა ამ ნაბიჯზე? ქართული ოცნებამ უკვე განაცხადა მას რა სურს. ანუ თეატროლოგიანმა გაახმოვანა რომ არ იქნება არჩევნები. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ცვლილება კურსის, ტრაექტორიის, ტურბულენტურობა აი ამ კურსის თვალსაზრისით და მორგება სახელმწიფო ინსტიტუციების ერთი ადამიანის ფულადი რესურსებისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ის არანაირ ცვლილებაზე თამაშის წესების არ წავა და პირიქით უნდა მოველოდოთ რომ ესკალაცია იქნება პროცესის, უნდა ველოდოთ რომ იქნება უფრო მეტი რეპრესიები, უფრო მეტი დაპატიმრებები, უფრო მეტი რაღაც უბედურებები. იმიტომ რომ აი მხოლოდ აქითკენ მიდის. თუმცა აი ამ თელს ასე რომ ვთქვათ, ლოგიკაში არსებობს ერთი რამ, რომ არსებობს გაუთვალისწინებელი რაღაცეები. ეს გაუთვალისწინებელი რაღაცეები შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ თუ მოხდება, ისე შეიძლება ამოტრიალდეს ქვეყანა, არ ვიცი ახლა მე ვინ გააკონტროლებს და რას გააკონტროლებს, მაგრამ ეს დამღუპელი იქნება ყველა მხარისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ რაღაცა ამ პროცესში ვართ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ქართული ოცნება თავისი ნებით არაფერს არ დათმობს და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს ძალადობრივი ხერხების ლეგიტიმატიზაციას. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენიერ დღეს, მეასე დღეს, თუ რომელიღაცა სხვა დღეს, თუ პროტესტმა ამოწურა თავისი მშვიდობიანი ფორმები, ხო ის ცდილობს სულ კრეატიულად მიუდგეს ამ ფორმებს. ხან ჯგუფურ ასე ვთქვათ მიტინგს აწყობს, ხან მსვლელობებს აწყობს, ხან გაფიცვას მიმართავს, ხან რაღაც, ანუ ყველაფრით ცდილობს აი ის მშვიდობიანი ხერხები, რაც არსებობს პროტესტის, ამოწუროს, მაგრამ როცა ეს შესაძლებლობები ამოიწურება, გარდაუვლად, აი თუ დარჩა ყრუკედელში ქართული ოცნება აუცილებლად მოხდება ლეგიტიმატიზაცია ძალადობის და ეს არ იქნება ორგანიზებული ძალადობა პროტესტის, ხო? აი დღეს მე გავაზიარე ჩემმა მეგობარმა ამოჭრა ძველი ჩანაწერი გადაცემის, სადაც ვასო მაღლაფერიძე, ხო? ვასიკო ლაპარაკობს მაშინ სააკაშვილის მთავრობის შესახებ ამბობდა ამას, რომ ჩვენიერ დღეს პროტესტი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სცენარებით. მაგალითად, იქ ეგვიპტის ვარიანტს განიხილავდა, სხვების ვარიანტს განიხილავდა და დავდები კიდევ როგორ ვასიკოს პირს ასე ლაპარაკობს. და ადამიანებიო, დიდხანს არ მოითმენენო, შე რომ ასე უყურებო მათო პროტესტო. ანუ პრაქტიკულად ეს ხო ცნობილი თეზაა. თუ შენ უყურებს საკუთარ საზოგადოებას, არ აქვს მნიშვნელობა რა პროცენტია ეს საზოგადოება, ამ პროცენტებს რო ითვლიან ხშირ შემთხვევაში. თუ უყურებ, ისინი აუცილებლად გადადიან შემდეგ იძულებით გადადიან უფრო ხმამაღლა გაგაგონონ ხმა. დღეს თქვენ ვერ იპოვით ადამიანს მაგალითად პროტესტზე, ვისაც შინაგანად არ აქვს განცდა, რომ ამათ მშვიდობიანი გზებით ვერ გაუშვებ. ანუ ამას არ ამბობს ვერბალურად, იმიტომ რომ არ სურს
რომ ამ სიტყვას მიცეს მერე გაქანება. იმიტომ რომ ის 90-იანი წლები ჩვენ რაღაცნაირად ეს მეხსიერება მაინც გვაქვს და ვცდილობთ რომ ავიცილოთ გზა, იმიტომ რომ დამღუპელი იქნება ასეთი განვითარება მოვლენების. მაგრამ როდესაც ჩვენ ნაბიჯ უკვე 64 დღეა და არანაირი ნატამალი არც დიალოგის, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის, არც მცდელობით რაღაცა შეაცურბულო. მე 20 დღეში ვშელობ ჟურნალისტი ამაღლობელი და რეაგირება და გავატონთამნა რომ ეს ძალადობრივი პასუხი დემონსტრანტებისგან როგორი შეიძლება იყოს არავინ არ იცის და ეს არის სახიფათო და საშიში და ამიტომაც ჩვენ ვეუბნებით რომ როდესაც ჩვენ ამბობ რომ მე ვარ ხელისუფლება მაშინ შენ გაქვს პასუხისმგებლობა რომ არაფერი მსგავსი არ მოხდეს და ეს იმას კი არ ნიშნავს რომ პოლიცია უფრო რეპრესიული უნდა გახადო იმიტომ რომ მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო ახდენს რადიკალიზაციას. არამედ ჩვენ უნდა წახვიდე პოლიტიკურ დიალოგზე და არჩევნები არის პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი ბერკეტი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ყველა დემოკრატიაში კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი პირველი გზა ეს არის არჩევნები და ჩვენ სწორად აღნიშნეთ დემოკრატიულ ქვეყნებში. ხო, მაგის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. დღეს ბატონმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსშიო იმედია დიდი ხნით შეჩერდებაო ამერიკული დახმარებებიო და მე მაინტერესებს დიდი ხნით რამდენი ხნით? არ ვიცი, არ დაუკონკრეტებია, უბრალოდ მე მინდოდა მეკითხა თქვენ რა ფენომენია, როცა ადამიანები ივიწყებენ რამდენი წელია რაც ჩვენ ამერიკა, ევროპის ქვეყნებიდან ვღებულობთ ფინანსურ დახმარებებს, რომელიც იხარჯება გნებავთ ჯანდაცვაში, იხარჯებოდა გნებავთ განათლებაში. ადამიანებმა ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ ამ წლების მანძილზე. უცხოელი პარტნიორების ფინანსური, მორალური ხარდაჭერით, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ივიწყებენ ადამიანები ამ ყველაფერს და რაში დაჭერდა დღეს ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს იმის განცხადება, რომ იმედია დიდი ხნით შეჩერდება ამერიკის დახმარებაო. ხო, იმიტომ რომ მათ ტვინებში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ის ფული, რომელსაც მათი მხრიდან არ მოყვება მართვა და ისინი ვერ აკონტროლებენ, ეს არ არის მათი ფული და არის მათ წინააღმდეგ ფული. და ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფების, ასე რომ ვთქვათ, ხედვები, რომ თუ სადმე რაიმე ფული არსებობს და მას მე ვერ განკარგავ და ვერ მართავ და ვერ ვანაწილებ, ის არ არის ჩემი ფული და თუ ჩემი ფული არ არის, ის აუცილებლად რეკეტის სახით უნდა დარეკეტირდეს. აი ასეთია პოზიცია. მაგრამ მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩემი მხრიდან მინდა ვთქვა, ის არის რომ თავარი ფული არ არის. ანუ თავარი ეს ფულადი სახსრები კი არ იყო. ფული იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელითაც ხდებოდა იმ ყველაფერის გაკეთება, რასაც წინ უძღოდა პოლიტიკური მხარდაჭერა. ანუ დასავლეთმა საქართველოს აღმოუჩინეს პირველი პოლიტიკური მხარდაჭერა, აღიარეს, რომ ასეთ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, უნარი, რესურსი არსებობის. მეორე აღმოუჩინეს უსაფრთხოების დახმარება, ის რომ 2008 წელს მთელი საქართველო არ აიღო რუსეთმა, ვისი დამსახურება? მართლა გონიათ, რომ პუტინი თავისით გაჩერდა გორში? არა, და წავიდოდა კიდევ უფრო წინ, რომ მისცემოდა ამის უფლება და ვინ შეაჩერა ეს ხალხი? ეს ხალხი შეაჩერა დასავლეთმა, ეს ხალხი შეაჩერა ბაქო-თბილისის ჯეიხანის გასადენმა, ეს ხალხი შეაჩერა ბევრმა ის სტრატეგიულმა, ასე რომ ვთქვათ, ინტერესებმა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. აბა სხვანაირად როგორ დავიცავდით თავს? მესამე, დასავლეთმა მისცა საშუალება ამ ქვეყანას, რომ მას ჩამოაყალიბებია საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციები. და ახლა აი ამ სამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოაყოლა დაფინანსებები, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულიყო. პოლიტიკური მხარდაჭერის აღიარების თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა სოციო-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ეკონომიკა მნიშვნელოვანი ნაწილია. და თქვენ რომ ნახოთ
თუნდაც იმ USAID-ის ფულს, რომელსაც ზედაც ამბობს, რომ კარგია თუ ასე რომ ვთქვათ, კიდევ დიდხანს არ იქნებაო, რამდენი პროცენტი მიდიოდა სახელმწიფო ინსტიტუციების და უწყობების მხარდაჭერაზე და რამდენი მიდიოდა სამოქალაქო სექტორზე, რომლის თანხის შეჩერებას ზეიმობს ბატონი კობახიძე. უამრავი 70% ყველა საზღვარგარეთიდან შემოსული თანხებისა, იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნების, თავად ევროკავშირის, USAID-ის, ამერიკის მთავრობის, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა თანხებია, 70% პრაქტიკულად მიდიოდა პირდაპირ ქვეყნის სახელმწიფოს დახმარებაზე. ანუ არ ნაწილდებოდა არავის სხვაზე, სამინისტროებზე, სიპებზე, აიპებზე, პარლამენტზე, პარლამენტის გვერდით კი USAID-ის მიერ დაფინანსებული ფულით არის გაკეთებული და ის პარლამენტის შენობის რემონტი თავდაპირველად 90-იანი წლებიდან რომ დანგრეული იყო, ყველა არის დასავლური ფულით გარემონტებული. რაღაც შობს მიდივართ ქუთაისში, რა არ არის გაკეთებული დასავლეთის ფულით. ფანტანი იქნება, ბაღი იქნება, მოპირკეთება იქნება, გზები იქნება, გნებავთ ასაფეხურიანი, გნებავთ ეს წყალვანილების ავტობუსები, რომელიც დადის საჯარო ავტობუსები, ყველაფერი გაკეთებული არის დასავლეთის ფულით. ყველაფერი, არაფერში არ დაუხარჯავს ფული საქართველოს მთავრობას. თუ დაუხარჯავს, ისიც ცეცხლით აქვს აღებული. ანუ ისევ ჩვენ უნდა ვიხადოთ და არა მათ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ფულზე გამოკიდება არ არის მთავარი პროცესი. ეს ფული მოყვა ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მხარდაჭერას და დაიხარჯა ეკონომიკის გაძლიერებაში, ინსტიტუციონალურში და ისედაც დაიხარჯა უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, მხარდაჭერაში. ჯარი რო ყავს ისეთი, ჯარს რამდენ ფულს ვახარჯავთ? 60 და 90 მილიონი დოლარი ყოველ წელიწადს გამოყოფდა ამერიკის შეერთებული შტატები და ეს ხდება ბოლო, რა ვიცი მე, 20 წელზე მეტია. თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო 20 წელზე მეტია ქვეყანა შენ ჯარში გამოყოფს თანხებს, შენს ოფიცრებს უკეთებს გადამზადებას, ჯანდაცვას უზრუნველყოფს შენი ოფიცრების, რომლებიც სხვადასხვა წერტილში მსახურობენ, სახლებიც რო აუშენეს და ყველანაირი ის დახმარების ასე ფორმები რო აქვს ჯარისკაცებს, ხო? ყველაფერი ეს მათ შორის ბაზირებდა ამ თანხებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ახლა ვის როგორაც აწყობს, ისე ლაპარაკობს. მაგრამ სიმართლე ვერასდროს ვერ დაიმალება და არსად არ გაქრება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ფულს კი არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ის თავისთავად ცხადი არის რესურსი და ინსტრუმენტი. არამედ პოლიტიკას და ჩვენთვის ახლა მთავარი არის, რომ პოლიტიკა არ შეიცვალოს საქართველოს მიმართებით. თუ შეწყდება USAID-ის მხარდაჭერა ამ ქვეყნებში და 35 პროგრამაზეა საუბარი. ეს 35 პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა ფენას, დაწყებული პატარა ბაღებიდან, მერე სკოლის მოსწავლეების საწყის საფეხურების, შემდეგ ზემდგომი საფეხურებით, უნივერსიტეტებს მოიცავს ეკონომიკას, მოიცავს სოფლის მეურნეობას, მოიცავს ჯანდაცვას. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა დიდ მხარდაჭერაზეა საუბარი. მაგრამ მინდა გავაწმილო ბატონი კობახიძე, რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეიცვლება. ჩვენ არ ვართ ახლა ტრამპის, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციის დონის პოლიტიკის ნაწილი, ჩვენი საკითხები უფრო ალბათ კონგრესის დონეზე გადაწყდება და ჩვენ ვიცით ახლა ვინც აქტიურობს კონგრესში, ეს ჰელსინკის ჯგუფს აქვს პრაქტიკულად მიბარებული ჩვენი რეგიონი და პლუს ამას როგორც ჩანს არსებობს გარკვეული შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტსა და ტრამპს შორის, რომ ასევე საფრანგეთი გარკვეულწილად იღებს კურირებას ამ რეგიონზე. ამიტომ ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს, ახლა ალბათ ერთი წელი მაინც გაჭირდება პროცესები, თუმცა მე მაინც უფრო ოპტიმისტურად ველი, რომ თვითონ საქართველოს ჩვენს ქვეყანას არ აქვს ამდენი რესურსი, რომ აიტანოს ამდენი ამბავი და მე მაგალითად ველოდები, რომ მარტში იქნება ახალი არჩევნები. ძალიან კარგი. არაჩვეულებრივი პროგნოზია და თქვენ ხშირად საყუდურობთ ხოლმე ეთერს მიღმა, რომ ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი და მოდით თქვენს ოპტიმისტურ
განწყობაზე და ნოტაზე დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ნუგზარ კოხრეიძე. მადლობა რომ გვიყურეთ, მშვიდობიან ღამეს და შაბათ-კვირას გისურვებთ. ნახვამდის.